გერმანელ და ქართველზე რო ვიძახდი, რომ იქ ყველა 70%-ია ვინც ვარჯიშობს და იმის შვილები უკვე ფიტნესი აქვთ ისეთი გენეტიკურად და ჩვენთან არის 7%-ია თუ რა ამ ნაკრებთან მაგას კავშირი დიდად არ აქვს. ანუ მე ვსაუბრობდი სამომავლო განვითარებაზე, რომ გამოსწორება თუ გვინდა სპორტის, ფეხბურთის, უნდა დავიწყოთ სულ თავიდან და აი უნდა ჩავიხედოთ ბავშვის თითქმის დაბადე ხო გენეტიკამდე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ჩვენი სპორტული ჩართულობის მაჩვენებელი უტოლდება უფრო აზიური ქვეყნების მაჩვენებელს ვიდრე ევროპულისას და მანდ კიდევ ცალკე კვლევები არსებობს იმასთან დაკავშირებით რომ ეს ნაკლებობა ანუ სპორტში ჩართული ადამიანების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია პროფესიულ დონეზე სპორტში წარმატებასთან რა ხო და განსაკუთრებით კიდე აქ ხო ეხლა ვიხსენებ თან დეტალებს მაგ კვლევის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე დედრობითი სქესის სპორტს და ჩართულობას ქალების და გოგონების ჩართულობას სპორტში, იმიტომ რომ ადამიანის გენეტიკის მნიშვნელობა არ აქვს სქესს, გენეტიკის ნახევარი ხო დედისგან არის და აი ამ აზიური ქვეყნების შემთხვევაში კატასტროფულად დაბალია ქალების და გოგონების ჩართულობა და ეს კიდევ უფრო მეტად მოქმედებს